გილოცავ ახალგადაცემა მეურნეობას. მოდი გლეხს აღარ დავუძახოთ გლეხი და დავუძახოთ ფერმერი. ვინ არის ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი? პრეზიდენტი, პრემიერი თუ ფერმერი? ად არის შესაძლებელი დღეს ცოდნა მიიღო გარდა უნივერსიტეტებისა. სახელმწიფოს არასდროს არ შეუძლია იმ ფერხულში ჩაებას, როგორც ბიზნესი მსოფლიოში ვითარდება. რო ვეუბნებ რაღაც ესე გავაკეთოთ, აი мама პაპა გვეუბნება რომ ესე გავაკეთოთ. და შიში ახლის არ უნდა არსებობდეს. 1 ჰექტარზე რომ მოყავს რაღაც 1 ტონა, ახალი ტექნოლოგიით შეგვიძლია მოიყვანო 10 ტონა. კოოპერატივები ქმნიან საკუთარ ბანკებს, ქმნიან საკუთარ სუპერმარკეტის ქსელებს და თვითონ არიან ის ხალხი, ვინც აწარმოებენ აგროკლიმატს თავიანთ ქვეყანაში. არც ერთ ადამიანს არ გაუსინჯავს რა კიტრი აქვს წაგებული. ადამიანებმა არ იციან რითი იკვებებიან. ჩვენ წვალობთ მოყავს კიტრი, ყიდით ორგვარად. აი ეხაც მაღაზიაში შეხვიდე ღირს 6 ლარი. ფერმერები ნამდვილად რო არ ადგენთ მაგბას და არ ვადგენთ, ეგ ცალსახარი. მეგონა რომ რაც პირი შეკრეს. გამარჯობა, მე ვარ ზუკა მახარაშვილი და ეს არის პირველი ფერმერული პოდკასტი მეურნეობა. პოდკასტის ეპიზოდებში ჩვენ გაგაცნობთ თანამედროვე სოფლის მეურნეობას, წარმატებულ ქართულ ფერმერებსა და გაგიზიარებთ მათ გამოცდილებებს. ჩვენი მიზანია გავხადოთ ქართული სოფლის მეურნეობა უფრო თანამედროვე და შემოსავლიანი. პოდკასტში გაიგებთ ყველაფერს თუ რა არის საჭირო წარმატებული აგრობიზნესისთვის. მოკლედ მოგესალმებით პირველ ეპიზოდში. სანამ პირველ სტუმარს წარმოგინდეთ, მინდა მადლობა გადაუხადოთ ჩვენს მთავარ მხარდაჭერს პროკრედიტ ბანკს. მცირე ბიზნესის მხარდაჭერა, აგრომიმართულება და რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება ბანკის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. ასევე დიდი მადლობა კომპანია აგროტექნოს, რომელიც არის საქართველოს აგრომექანიზაციის ბაზრის ლიდერი. კომპანია 12 წელზე მეტია ქართულ ფერმერებს აწვდის მაღალი ხარისხის ტრაქტორებს, ნაწილებსა და სერვისს. ახლა კი წარმოგიდგენთ ჩვენ პირველ სტუმარს, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარეს ნინო ზამბახიძეს, რომელიც მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს ქართული ფერმერების გასაძლიერებლად. ნინო, გამარჯობა, პირველ რიგში მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხარ. ეს დავამატებ რომ ნინო ჩემთვისაც განსაკუთრებული სტუმარი არის, იმიტომ რომ ჩვენ როცა ვიწყებდით ჩვენ პროექტ მეურნეობას, პირველი იყო ვინც მხარში დაგვიდგა ჩვენ ფანდრაიზინგ კამპანიაში და ამის მადლობა კიდევ ერთხელ. ასევე ნინოს ორგანიზებით და ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით გამართულ ფერმერთა დღეზე ჩვენ მოვიგეთ წლის ფერმერი საოკუპაციო ხაზთან, ჯილდო, რაც ჩვენთვის ძალიან საამაყოა და მოკლედ მოგესალმები ჩვენ პირველ გადაცემაში და მიხარია რომ შენ ხარ პირველი სტუმარი. მოგესალმები ზუკა, დიდი მადლობა მოწვევისთვის. გილოცავ ახალგადაცემა მეურნეობას, ვფიქრობ რომ ძალიან საჭირო და ძალიან დროულია. დიდი მადლობა. აი, მოდი დავიწყოთ. ძალიან მინდა რომ ეს ჩვენი პოდკასტი პირველი იყოს საინტერესო ადამიანებისთვის და ამისთვის გონია რომ პირველი სტუმარი იდეალურად ყავს შერჩეული. სანამ შენ ჩართულობაზე და დასაწყისზე დავიწყებდი ლაპარაკს, პირველი მინდა რომ აი ძალიან მომეწონა რომ შენ იყავი, მე სწორად მახსოვს ხო რომ შენ იყავი პირველი ადამიანი, ვინც საქართველოში თქვა რომ მოდი გლეხს აღარ დავუძახოთ გლეხი და დავუძახოთ ფერმერი. და როგორც მახსოვს ამისთვის რაღაც დიდი ბრძოლა დაგჭირდა ხო და რაღაც დაიმკვიდრა რომ უკვე ფერმერი არის ყველა და გლეხის აღარავინ აღარ ეძახის, იმიტომ რომ მე მახსოვს ჩემ ბავშვობაში ფერმერი სიტყვა საერთოდ არ არსებობდა და ყველა ვინც ფერმერი იყო ეწოდებოდა გლეხი. ჩემ ბავშვობაში ფერმერი არ არსებობდა და გლეხი იყო. ხო და ეხლა თქვენ ბავშვობაში უკვე ახალი თაობის ბავშვობაში ფერმერი იქნებოდა. კი, სწორად აღნიშნე, მე თვითონ როდესაც დავიწყე საქმიანობა სოფლის მეურნეობაში და ითვლებოდა რომ ერთ-ერთი წარმატებული ასე ვთქვათ მეურნეობა მქონდა, მაინც ყველა მეძახდა გლეხს. ეხლა სათაკილო გლეხობაში ნამდვილად არაფერი არ არის, უბრალოდ მე ვფიქრობ რომ ეს არის სტერეოტიპი, რომელიც არსებობდა და დღესაც შეიმჩნევა არსებობს, აი თუ ადამიანი გინდოდა რომ რაღაცნაირად დაგეკნინებინა, ამბობდი რომ აუ ეგ არის გლეხი ნომერი 8 და აი ამოუხსნელი იყო ეს ნომერი 8 გლეხი რას ნიშნავდა, 8 ნომერი გლეხი. და მე გავარკვია რომ 8 ნომერი თურმე მათი ფეხის ზომით, ანუ რასაც იცმევდნენ რეზინის ფეხსაცმელს, ატაცურს ერქვა ესე და ნუ მაინც ითვლებოდა რომ იყო დამაკნინებელი იმ ნაწილში რომ ეს ადამიანი სხვაზე მუშაობდა, არ ქონდა შესაბამისი განათლება და ჩავთვალე რომ
ქვეყანაში, როდესაც ქვეყანას რომელსაც ამბიცია აქვს, რომ იყოს აგრარული და იყო 100% ექსპორტზე გადიოდა, როგორ შეიძლება ის ადამიანები, რომლებიც ამას აწარმოებენ, თვლიდნენ თავს დაკნინებულად და არ იყვნენ, ასე ვთქვათ, ძალიან ამაყები. და დავიწყეთ კამპანია 2012 წელს, ერქვა ფერმერი პატრიოტია. ჩვენ ქვეყანაში არის დაახლოებით 3800 სოფელი და მე და ჩემმა მეგობრებმა, რომლებმაც დავაფუძნეთ ფერმერთა ასოციაცია, მოვიარეთ, სოფელ-სოფელ დავდიოდით, ხვდებოდით მეურნე ადამიანებს და ვეკითხებოდით, რომ შეწყვიტოთ წარმოება პროდუქტის, რა მოხდება. და ზოგი პასუხობდა, რომ დაიწყება შიმშილი, ზოგი ამბობდა, რომ რა ვიცი, ხალხი დაიხოცება შიმშილისგან და შემდეგი კითხვა იყო ასეთი: ვინ არის ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი? პრეზიდენტი, პრემიერი თუ ფერმერი? და ამბობდნენ, რომ ფერმერი. და მაშინათვე ვაძლევდით ბანერებს ხელში, სადაც ეწერა, რომ პირობითად მე ვარ ნინო, ვაწარმოებ კარტოფილს და ვარ ძალიან ამაყი და ეს კამპანია მოედო მთელ ქვეყანას, ფერმერი პატრიოტია. და დავიწყეთ ფერმერული, ესე ვთქვათ, ფერმერობის როგორც ბიზნესის ასეთი სახით წარმოჩენა, იმიტომ რომ დღესაც მიმაჩნია თუ ადამიანს შეუძლია ფერმერობა სწორად წარმართოს, მას ნებისმიერი ბიზნესი შეუძლია სწორად წარმართოს და მოკეთ ჩვენ ინიციატივას მაშინ გამოეხმაურა მაშინდელი სოფლის მეურნეობის მინისტრი ბატონი ოთარ დანელია. შევთანხმდით იმაზე, რომ ფერმერის დღე დაგვეწესებინა, როგორც დასაწყისში აღნიშნე, რომ ფერმერის დღეს 20 ნოემბერს აღნიშნავთ და თქვენც ჯილდოს ფლობელი გახდით და ჩვენი წვლილი შევიტანეთ იმაში, რომ დღეს ძალიან იშვიათად ისმის სახელი გლეხი და ძალიან პრესტიჟულიც არის, რომ იყო ფერმერი. კი, ძალიან კაია და მე მიხარია, იმიტომ რომ მართლა ამ ადამიანებსაც რაღაც თანასწორად თუ არა, ისე აღიქვამენ თავიანთ თავს, რომ გლეხს მართლა დაკნინებითად მეც გრძნობდი ამას და მე მგონი ყველა და ძალიან მიხარია, რომ ეს ამბავი ფაქტიურად გადაწყდა უკვე. კაი, ეხლა მაინტერესებს, საიდან მოხვედი სოფლის მეურნეობაში ქართველი ქალი 2000-იან წლებში, რომელიც რაც წარმოუდგენელიც არის, ხო? მაგდროინდელი ქალი თბილისიდან მიდის სოფელში და იწყებს ბიზნესს. რატო? ხო, მე მგონი ყველა მიცის ეს ისტორია უკვე რო უყვები ხოლმე, ხო იცით ცოტა ჩემი თავისაც იმას მიშვება, ყურში მხვდება, რომ მგონია რა მართლა ადამიანი აღარ არის, ვინც ამ ისტორიას არ უცინია ყოველ შემთხვევაში, მინიმუმ 2008 წელი იყო, როდესაც დავიწყე სოფლის მეურნეობაში აქტიურად ჩართვა, ეს იყო ყველაზე რთული პერიოდი ჩვენი ქვეყნისთვის, როდესაც რუსეთის ოკუპაცია დაიწყო რეალურად, შემოიჭრენ და კი ვიცით, რაც უქნეს ჩვენ ქვეყანას და სამცხე-ჯავახეთი, სადაც მე დავიწყე მუშაობა, არის ეთნიკურად უმცირესი რეგიონი, მე არასდროს სოფელი არ მქონია და დავიწყე იქ საქმიანობა ჩემი ბიზნეს პარტნიორიდან გამომდინარე, რომელმაც დალია და იყიდა 2 ძროხა. და მოკლედ ამავდროულად ჩემი უმცროსი შვილი მოიწამლა რძის პროდუქტით და დედაჩემი ხშირად მეუბნებოდა იმას, რომ მეყიდა ხარისხიანი პროდუქტი ფერმერისგან და სიტყვა ფერმერი, გლეხისგან არც ვიცოდი, სოფელი არ მქონდა და აი მეც ისევე როგორც ბევრი ჩემ და სამწუხაროდ ქალაქში გაზრდილ ახალგაზრდას წარმოდგენა მქონდა, რომ მხოლოდ სუპერმარკეტის თაროებზე პროდუქტს რასაც ვიღებდით, აი ეს იყო სოფლის მეურნეობა. და ეგრე ვარ ფაქტიურად. არა, შენ ეგრე არ ახარ, იმიტომ რომ შენ შემხრებზე განცდილი რა მძიმე არის სოფლის მეურნეობაში საქმიანობა და რა ჯაფა და შრომა არის იმ საოცარი პატრიოტი ადამიანების და მგონია რომ მათზე პატრიოტი ადამიანი არ არსებობს, რომელიც ყველა ქართეხილის მიუხედავად ამ სფეროში არის და მოკეთ ამან მიმიყვანა და ჩამიყვანა ახალციხეში, სოფელ წნიში ამ 2 ძროხამ, რამაც შემდეგ მოიტანა სოფლის მეურნეობაში საკმაოდ დიდი ბიზნესი. როდესაც ვნახე რა პირობებში მზადდებოდა პროდუქცია, ვიფიქრე, რომ პირველ რიგში ჩემი შვილი გადარჩა სიკვდილს და მეორე რიგში ვიფიქრე ის, რომ რა იქნებოდა თუ ხარისხიან პროდუქტს არავინ არ აწარმოებდა და მოგვიწევდა მხოლოდ იმ პროდუქტზე შეგუება და დაკმაყოფილება, რაც იმ პერიოდში
ბაზარზე არსებობდა. ხა არავის არ ვაკნინებს, ზოგ ძალიან ხარისხიანი პროდუქტი ქონდა, მაგრამ უმეტესწილად მაინც ბაზარი არ იყო რეგულირებადი და არ ვიცით სადღაც წარმოებს. დღესაც კი ბევრი კითხვის ნიშანია ხარისხიან და ეს ვთქვათ სწორი ჰიგიენურ სანიტარული ნორმით წარმოებულ პროდუქტზე, ხო? არამცუ ამდენი წლის უკან. ამან დამაწყებინა სიმართლე გითხრა სოფლის მეურნეობაში აქტიური ჩართულობა, ვიმუშავე ყველა დონორ ორგანიზაციასთან. პირველი ის იყო, რომ ჩემ ქვეყანაში ძალიან უცხო ვიყავი. აი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ქართულად საუბრობდი, სოფელი იყო, ანუ პირველი რამდენიმე წელი სოფელმა არ მიმიღო. მინდა გითხრა, რომ აი ისეთი კვლევა ჩაატარეს ჩემზე, რა მივქარე თბილისში, რომ წავედი სოფელში საცხოვრებლად, ყველაფერი დამბრალდა. ხან ვიღაცის საყვარლობა, ხან ვიღაცის ბიზნესის ლობირება, რა ვიცი, 1000 საოცრება მაქვს ჩემ თავზე მოსმენილი, გარდა იმისა, რომ იცი რა ელემენტარულად უნდოდა რომ ჩამოსულიყო და ბიზნესი გაეკეთებინა. იმდენად იშვიათი იყო, იმიტომ რომ ყველა მოდიოდა სოფლიდან ქალაქში საცხოვრებლად და მე 8 წელი გადავედი სოფელში საცხოვრებლად. ეს იყო სწორედ ის გარდამტეხი მომენტი, რამაც ბევრ რამეზე შემაცვლევინა ხედვა პირველი იმაზე, რომ რა უნდა გაკეთებულიყო სოფლის მეურნეობაში, როგორ შეიძლებოდა ის ხალხი, რომელიც ძალიან დასაფასებელია, ჩემთვის ძალიან ძვირფასი წარმოგვეჩინა და რა იყო საჭირო იმისთვის, რომ ხელი შეგვეწყო ხარისხიანი პროდუქტის წარმოებაში და აი ამან შემაქმნევინა შემდეგ უკვე ფერმერთა ასოციაცია, რომელიც დღეს ძალიან ამაყად 6000 წევრზე მეტ ფერმერს აერთიანებს. მაგარია, მიხარი რომ მეც ვარ ერთ-ერთი წევრი. მაინტერესებს, აი რო ჩახვედი, პირველად დაიწყე, აი რა მეიცოდი, რა მეიცოდი, მოგოთა. არაფერიც არ ვიცოდი და ეგ იყო სწორედ ყველაზე დიდი პრობლემა, მე ვფიქრობ, ჩემი, იმიტომ რომ ვისწავლე საკუთარ შეცდომაზე. ზოგადად კარგია საკუთარ შეცდომაზე რომ ვსწავლობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან ინვესტიცია ძვირი დაждდა რა, ძალიან დიდი ინვესტიცია დამჭირდა იმისთვის, იმიტომ რომ მინდოდა გამეკეთებინა ახალი. პირველი მინდოდა რომ თანამედროვე ტექნოლოგიები გამომეყენებინა და სახლური სოფლის მეურნეობა გადამეტანა ინდუსტრიაში. იმ დროს სიმართლე გითხრა არც არავინ ესეთი რგოლი არ არსებობდა რომ რჩევა გეკითხა. უმეტესწილად იყვნენ ადამიანები, რომლებიც კონკურენტად აღიქვავდნენ და საერთოდ არ გეუბნებოდნენ რა როგორ გაგეკეთებინა. მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან ბევრი ადამიანი იყო, რომელიც გვერდში დამიდგა, მაგრამ მათაც არ იცოდნენ როგორ უნდა გადასულიყო ეს ყველაფერი ინდუსტრიაში, ის რაც მე მინდოდა, აი ზუსტად ნიშური და მცირე წარმოება და მე თვითონ მომიწია ძალიან ბევრ ქვეყანაში. მე მქონდა საბედნიეროდ ჩემთვის მქონდა იმის შესაძლებლობა, რომ წავსულიყავი თურქეთში, რამდენიმე თვე გამაეტარებინა, იმიტომ რომ დაახლოებით იმერული ყველი, როგორც მე მინდოდა გაკეთებულიყო კაშკავალის ყველს გავს, იქ მესწავლა, შემდეგ წავსულიყავი ჰოლანდიაში, იქ მენახა როგორ იყო თანამედროვე ტექნოლოგიებით გამოყენება, იგივე თქვათ მერძეული ძროხის მოვლა, ის დანადგარები, რომელიც აუცილებელი იყო, რატო იყო აუცილებელი ეს რო ვინმე საახსნა, ნუ დღეს ბევრად გამარტირებული, რა თქმა უნდა, ეხა ჩვენც ვართ ფერმერებისთვის და სოციალური ქსელებიც, მაგრამ ჩემ დროს ძალიან მძიმე სიტუაცია. აი ამ მიმართულებით მე კითხო, მარტო ტექნოლოგიური ცოდნა ხო არ არის საჭირო, იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება იცოდეს ტექნოლოგიური, თქონდეს ტექნოლოგიური ცოდნა, მაგრამ აი გაყიდვები არის, მარკეტინგი არის, ხო, რაღაცა ჯაჭვი არის მთელი, რაც უნდა ფერმერ მე ეს წარმომიდგენია, იმიტომ ჩვენც ეგრე ვმუშაობთ. მოყავს მოსავალი და საბოლოოდ ჩვენი თყიდით, ჩვენ უკეთებთ მარკეტინგს და აი რამდენად რთული იყო მაშინ ეს ყველაფერი, ან ეხა რამდენად ეხა უფრო გამარტივებულია, რა თქმა უნდა, მარკეტინგიც და ონლაინ ხდება ყველაფერი ძირითადად, მაგრამ აი ეს ცოდნაც ქონდა, თუ ესეც ისწავლე? იცი, ზოგადად მარკეტინგი ამერიკაში მაქვს ნასწავლი, მაგრამ რო გითხრა, რომ საქართველოს რეალობაში ძალიან გამომადგა თქო, მოგატყუებ, მაგრამ ძალიან სწორი შენიშვნა არის. ყველაფრის გაკეთება მომიწია მე თვითონ. ნუ ეს ალბათ მე ვფიქრობ, რომ მეწარმისთვის ძალიან დამახასიათებელია, შენვე ხარ დასაქმებული, შენვე ხარ დამსაქმებელი, ყველა შეცდომა შენი გამოწვევა არის და ყველა წარმატება სხვას ეკუთვნის შენ გარდა. ნუ ეს ჩვეულებრივია, თუმცა ძალიან რთული იყო. პირველი ის იყო რთული, რომ
როდესაც ქართული ყველი ვაწარმოეთ, პასტერილიზება გავაკეთეთ და რაღაცა სხვადასხვა მიდგომები გვქონდა, ყველა ამბობდა, რომ ეს ყველი არ ვარგა, იმიტომ რომ შეჩვეული იყო ადამიანები ყვითელი ფერის ყველს, რომელიც აი სოფლიდან რასაც ყიდულობდნენ და აგემოვნებდნენ და ძალიან დიდი ხანი დაგჭირდა იმისთვის, რომ ბაზარზე თავი დაგვემკვიდრებინა, ყველს ერქვა ახალციხური, შემდეგ ძალიან მიეჩვია მომხმარებელი და ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, მაგრამ ძალიან მძიმე და რთული პერიოდი გავიარეთ მაგისთვის, რომ ეს ყველაფერი გაგვეკეთებინა. მე იმდენი გამოწვევა იყო, რომ თქვა ზამთარში რძე არ გქონდა მოსახლეობიდან მოვყიდულობდით, მოსახლეობა ხშირ შემთხვევაში ხარისხიან პროდუქტს არ გვატანდა, ფუჭდებოდა პროდუქცია და ძალიან რთულად გავიარე ის 4 წელიწადი, რომელმაც პრინციპში კიდევ ერთხელ ვიტყვი, კარგი საქმე გააკეთა იმისთვის, რომ დღეს სხვას იგივე პრობლემა აღარ აქვს და ვცდილობთ, რომ უფრო გავუმარტო. გასაგებია. კაი, ეხლა მოდი უფრო პირადიდან გადავიდეთ ზოგადად ქართულ სოფლის მეურნეობაზე და პირველი რაც მინდა კითხო, აი შენი აზრით, რამდენად გაახალგაზრდოვებული არის სოფლის მეურნეობა და მე თვითონ გრძნობ, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა თვითონ ინიციატივას იჩენს, რომ თვითონ დაიწყოს გააკეთოს ფერმა იქნება, მეღვინეობა იქნება, მარანი თუ ასე შემდეგ, აი შენი ამ ხნის გამოცდილებით შენს გრძნობ ამას თუ ჩვენ მე ვგრძნობ და მეჩვენება თუ არა, როგორ არის, ნამდვილად გრძნობ და საშუალო ასაკი დაახლოებით 70 წელი იყო ფერმერების და დღეს ნამდვილად გაახალგაზრდავებულია და მე ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი წვლილი ამაში სწორედ მიუძღვის საერთაშორისო თანამეგობრობას, დონორ ორგანიზაციებს, მათ შორის სახელმწიფო პროექტებს, როგორც იყო აწარმოე საქართველო, რომელმაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა სახე წარმოაჩინა. ერთი არის ინიციატივა და მეორე არის ნებისყოფა. იმიტომ რომ ახალგაზრდებს გვჩვევიათ, რომ ძალიან სწრაფად გინდათ შედეგის მიღება და სოფლის მეურნეობა არ არის სწრაფი შედეგი, რომელსაც სხვა ნებისმიერი ბიზნესიდან მიიღებ. იმას სჭირდება ძალიან დინჯად, ესე ვთქვათ, ნებისყოფით გაყოლა. გვაქვს ძალიან ბევრი წარმატებული მაგალითი, განსაკუთრებით პანდემიამ გვაჩვენა ის, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა თავის სოფელს დაუბრუნდა, დაიწყეს აგროტურიზმი, დაიწყეს პირველადი წარმოება, მაგრამ გვაქვს ძალიან ბევრი სამწუხარო ფაქტი, როდესაც ადამიანი არამც თუ სოფელს, ქვეყანას ტოვებს და ემიგრაციაში მიდის. ამიტომ ვფიქრობ, რომ ის ინსენტივები, რაც საჭირო არის ახალგაზრდებისთვის, იმიტომ რომ ახალგაზრდას იდეა რო აქვს, მის იდეას სჭირდება ხორცის შესხმა და ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობა, გარდა იმისა, რომ თქვა ყველაფერი ხელეწიფება და მიკვლევადი და მიწვდომადი არის, თქვა იგივე არ არსებობს რაღაც ზღვრები, სოციალური ქსელი არსებობს, ნებისმიერ ადამიანს შეგიძლია უპრობლემოდ ბარიერის გარეშე ეკონტაქტო, მაინც ყველაფერი ფინანსურ კაპიტალზე ხელმისაწვდომობასთან მიდის და ახალგაზრდებს ხშირ შემთხვევაში ძალიან დიდი გამოწვევა აქვს და ეს ხდება მათი დემოტივაციის წყარო და მე ვფიქრობ, რომ ეს არის პირველი რაც გარდა იმისა, რომ ხედავთ ტენდენციებს, უფრო რომ დავინახოთ და ეს ტენდენცია გავასტაბილუროთ, ეს ეკოსისტემა უნდა შევუკრათ. კი, აი ჩვენც მე რო დავიწყე, აი პირველი სათბურის გაკეთება გვინდოდა, ჩვენც ფულის არ ქონდა და მიწაც არ ქონდა, მიწა ვიქირავეთ და დავიწყეთ ეს ფანდრაიზინგ კამპანია, რის საიდანაც ვიშოვეთ დასაწყისი ფული, შენი დახმარებით. აი ეხლა რა შესაძლებლობა აქვს ქართველ ახალგაზრდას, აი თქვათ მიწა აქვს, მიწაზე ან ქირაობს. რა უნდა ქნას, აიღოს, აქვს სახელმწიფო პროგრამა არის, ბანკი და დაიკეტა ფაქტიურად საგრანტო სფერო, ხო? საერთაშორისო ორგანიზაციები ძალიან შემცირდა თუ სულ არ დაიკეტა, მინიმუმ შემცირდა. აი რა უნდა ქნას ჩემნაირმა ახალგაზრდა ადამიანმა, ჩემზე ახალგაზრდამა, ჩემზე დიდმა, რომელსაც ფინანსები ჭირდება ერთი იმისთვის, რომ დაიწყოს საქმე და რაღაც მომენტში განათლებისთვისაც საჭირო არის, მე რომ გითხო ფინანსები და ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ სფეროსაც შედიხარ, უნდა ისწავლო და იცოდე. გეთანხმები, ძალიან სამწუხარო და ისეთი ტკივნეული საკითხია ჩემთვის, იმიტომ რომ ძალიან სწორად აღნიშნე, ძალიან ბევრი პროექტი გაჩერდა ქვეყანაში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე, თითქმის
უმეტესი დონორები აღარ აქტიურობენ და სოფლის მეურნეობაში ინვესტიციებს არ აკეთებენ. არიან რამდენიმე დარჩენილი, მაგრამ ეს ის არ არის, რაც ჩვენ გვინდა იმისთვის, რომ განვითარებული სოფლის მეურნეობა გქონდეს და მით უმეტეს ახალგაზრდები იყვნენ ჩართულები. არის სახელმწიფო პროექტები, რომელზეც ხელმისაწვდომობა ყველას აქვს, ეს მათი არჩევანია, სად უნდათ და როგორ უნდათ რომ გააკეთონ საქმე, მაგრამ თითქოს ის ასე ვთქვათ მოძრაობა, აი მე რასაც ვუყურებ, ისეთი მოძრაობა აღარ შეინიშნება, იმიტომ რომ ჩვენთან მაგალითად ორგანიზაციაში რა ვიცი 10 და 15 ახალგაზრდა მოდიოდა ახალ ინიციატივით და ბოლო პერიოდია სიმართლე გითხრა, ძირითადად სულ როდესაც მეხვიანებიან, მეუბნებიან, რომ აღარ აგზელებენ და უნდათ რომ საქმის კურსში ჩამაყენონ, რომ უბრალოდ ამ სფეროს ეშვებიან, რა ძალიან სამწუხარო არის. რა უნდა გაკეთდეს? ეხლა ამ გადმოსახედიდან რამდენიმე და ხმამაღლა თქვენთან ერთად ვფიქრობ, არის ერთი ბიზნესის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა, რომ დიდმა ბიზნესმა თქვათ ხელი მოკიდოს პატარა ბიზნეს განსაკუთრებით დამწყებს და სტარტაპს და მაშინ მოახდინოს ინვესტირება. მეორე არის ვენჩერული კაპიტალები, რომელიც საქართველოში ფეხმოკიდებული სამწუხაროდ არ არის და ისე უცხოეთის და საერთაშორისო მეგობრების თანამეგობრობის იმედად ვართ და ალბათ ისე ბანკები, რომელებიც დამწყებისთვის ძალიან რთული არის, თუ მას არ აქვს აქტივი, თუ მას არ აქვს სტაბილური შემოსავალი და მეორეს მხრივ რო შეხედო ადამიანს ახალგაზრდას, რომელსაც საკუთარი ბიზნესი უნდა, იმას შემოსავალი არ აქვს, იმიტომ რომ და იმხელა კაპიტალი არ აქვს, რომ დაიწყოს. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან დიდი გამოწვევა კვლავ დადგა დღის წესრიგში ჩვენ ქვეყანაში. კარგი, აი მაგალითად ფინანსური საკითხი მოვაგვარეთ. რა ცოდნას ვაძლევთ, ან სად არის შესაძლებელი დღეს თუ ცოდნა მიიღო გარდა უნივერსიტეტებისა, სადაც წლებით მოგიწევს სწავლა, რაც აი მე მაგალითად ხა 30 წლის ასაკში ვერ დაიწყებ ადამიანი უნივერსიტეტში სწავლას. აი არის რაღაც პროფესიული მე 35 წლის ასაკში დავიწყე ხარისხიანი განათლების მისაღებად. რთულია მოკლედ მაგისტრალი და პროფესიული გადამზადება არის, პროფესიული განათლება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ესეც სტერეოტიპული არის, იმიტომ რომ თუ გინდოდა ბავშვი დაგესაჯა, აუცილებლად ეუბნებოდი, რომ თუ უნივერსიტეტში ვერ მოხვდები, შენ წახვალ პროფსასწავლებელში და სინამდვილეში პროფსასწავლებელი განვითარებულ ევროპაში არის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ყველაზე მოთხოვნადი. ამიტომ ჩვენ ქვეყანაშიც ეს ბედნიერება არსებობს, არის პროფესიული სასწავლებლები, ზოგი სახელმწიფო, ზოგი კერძო. ჩვენ მაგალითად ფერმერთა ასოციაციაში შევქმნით ესეთი ვებ სივრცე, ქვია აგროსკილი, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ონლაინ შეისწავლოს თავისთვის სასურველი პროფესია, ისე რომ სერტიფიკატიც კი მიიღოს. ამიტომ პროფესიული განათლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი, არსებობს მოკლევადიანი და გრძელვადიანი კურსები და მე ვფიქრობ, რომ ეს არის სწორედ აი ის რაც ეხლა ძალიან გვჭირდება. აი თქვენაირი ადამიანი, რომელსაც 4 წელი არ შეუძლია და ნებისყოფა არ ყოფნის და ძირთად ეხლა ახალგაზრდები ასე არიან და ამაში ვერც გაამტყუნებ, იმიტომ რომ ძალიან დაჩქარდა დრო, ინფორმაცია თქვენს ტელეფონებშია ხელმისაწვდომი, დაწყებული ხელოვნური ინტელექტით დამთავრებული აგერ უკვე ადამიანური ChatGPT, რომელიც პირდაპირ დგას და როგორც მეგობარი ასე გესაუბრება, ყველანაირი ინფორმაციაზე არის ხელმისაწვდომობა. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ სწავლის პროცესიც უფრო შემცირდება, უფრო მოკლევადიანი გახდება და პროფესიული სასწავლებელი არის ზედგამოჭრილი იმისთვის, რომ ადამიანები დივერსიფიცირებულად დაეუფლონ სხვადასხვა მიმართულებებს. კი, აი კიდე ერთსაც კითხავ ამ თემაზე, აი მე მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის პრაქტიკული ცოდნა. პრაქტიკული ცოდნის მიღება, იმიტომ რომ მე თვითონ პრაქტიკული თეორიას რაღაცებს უკითხულობ ხოლმე, ვკითხულობდი, სანამ დავიწყებდი და ასე შემდეგ, მაგრამ პრაქტიკაში იმდენად სხვანაირად წავაწყდი ამ თეორიაში მიღებულ ცოდნას, რომ ვერ ვიტყოდი, რომ არაფერი არ მომცა ამ თეორია, მაგრამ პრაქტიკა მომცა ყველაფერი, რაც აქამდე ვიცი და გამიკეთებია. აი ამ გონია რომ აი ჩვენ რაც ვაკეთებთ რა სკოლებში პრაქტიკაში ვასწავლით ბავშვებს ამ სათბურში მუშაობას და ასე შემდეგ. აი ეს ხელმისაწვდომობა რამდენად არის, თქვათ, აი თუნდაც ამ პროფესიულ უნივერსიტეტ კოლეჯებში და ან რომელიმე დიდ კომპანიას თუ აქვს ვინც ასწავლის ბავშვებს ან ამუშავებს სწავლის ნაცვლად თუ აი როგორც არის. აი ეგეთი ტენდენცია არ არის ჩვენთან?
იყო ჩვენ მაგალითად 7 წელი ვაკეთებდით გაეროს პროექტი იყო სამუშაოზე დაფუძნებული სწავლება. თეორიას გადიოდი პროფსასწავლებელში და პრაქტიკას გადიოდი კერძო სექტორში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ სახელმწიფოს არასდროს არ შეუძლია იმ ფერხულში ჩაებას, როგორც ბიზნესი მსოფლიოში ვითარდება. ანუ კერძო სექტორს აქვს სწორედ ეს რესურსი. ამიტომ კერძო სექტორის ჩართულობის გარეშე არც კურიკულუმები უნდა შედგეს, იმიტომ რომ ისინი არიან დამსაქმებელი და არც პრაქტიკა არსად არ უნდა კეთდებოდეს, ხო? იმიტომ რომ გეთანხმები, რასაც ფურცელზე დაწერს, სოფლის მეურნეობაში ისე არ ხდება. ანუ თეორია ერთი არის და პრაქტიკა აბსოლუტურად სხვა შედეგს გაძლევს. არსებობდა ესეთი პროექტები, კერძო სექტორმაც ზოგმა შეინარჩუნა, ზოგმა არა, რომელიც უკვე თან კარგი რისთვის იყო, იცი, იმიტომ რომ ძალიან დიდი დეფიციტია კვალიფიციური კადრის, ხო, ვიცით და როდესაც ესეთი სამუშაოს დაფუძნებული სწავლება ხდება, პირველ რიგში შენ დამსაქმებელი უყურები იმ კადრს, როგორც შენ პოტენციურ, ესე ვთქვათ, თანამშრომელს და ამიტომ ძალიან ბევრი ბიზნესი აქტიურად იყო ჩართული. თუმცა, როდესაც ეს პროექტი შეჩერდა, შესაბამისად, კერძო სექტორშიც ბევრი გამოწვევები იყო და რაღაცნაირად ისევ უკან გადავდგით 10 ნაბიჯი. რაც ვფიქრობ, რომ არ არის სწორი, იმიტომ რომ თუ კერძო სექტორის დახმარება არ მოხდა და მე ვფიქრობ, რომ ეს მათი კორპორატიული პასუხისმგებლობის ფარგლებში ძალიან მნიშვნელოვანია, მათაც არ ეყოლებათ ის კადრები, რაც მათ სჭირდება. ახალგაზრდები ვერ მიიღებენ პრაქტიკას, არ ექნებათ გამოცდილება, იქნებიან თეორეტიკოსები და შემდეგ უკვე ეკონომიკაში იმ დოვლაც ვერ შეიტანენ ბიზნესის ნაწილში, რაც გვინდა თორე ხა თეორეტიკოსები და თეორიას ვინც მისდევს ძალიან დასაფასებელი ხალხია. კაი, ეხლა მე როგორც ვიცი, სულ Facebook-ზე გიყურებ ხოლმე, სულ მოგზაურობ და ფაქტობრივად სხვა ქვეყნებში დადიხარ და გამოფენებზე დადიხარ და ეცნობი რა ხდება თანამედროვე სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიების მხრივ. აი შენი აზრით საქართველოში თვითონ აი სანამ ტექნოლოგიებამდე მიუვალთ, ვინ რას იყენებს, რამდენად არის მზაობა, რომ ეს ტექნოლოგიები გაიცნონ, ჩამოიტანონ თვითონ აი მე სულ ამას ვამბობ ხოლმე, აი ძალიან ხშირად შემხვედრია, რომ აი ბავშვებთანაც რო ვეუბნებ რაღაც ესე გავაკეთოთ, აი მამა-პაპა გვეუბნება რომ ესე გავაკეთოთ და ეს მამა-პაპა გასაგებია რაც გვეუბნებოდა, მაგრამ ხო მოძველდა ეგ ტექნოლოგია და პირობითად რაც 1 ჰექტარზე რომ მოყავს რაღაც 1 ტონა, ახალი ტექნოლოგიით შეიძლება მოიყვანო 10 ტონა, ანუ ამ ხელა სხვაობა არის და აი რაც გონი მე რაც ვაწყდები ხოლმე აი მას მიმღებლობა არ არის ძალიან ისეთი, რაც უნდა იყოს ამ ინოვაციების სადმი და ტექნოლოგიების სადმი? შიში სიახლის. ხო, შიში სიახლის. ალბათ ასე ვიტყოდი. მიმღებლობა ყოველთვის ყველაფრის არის, როდესაც შის გადალახავ. ნამდვილად ხვდებით ასეთ პრაქტიკას, რომ ბებიამ და ბაბუამ ეს გვასწავლეს. ერთის მხრივ კარგია, იმიტომ რომ ის ძველიც ძალიან მნიშვნელოვანია და იმ ძველს თუ გავათანამედროვებთ და იმის სიმბიოზს გავაკეთებთ, ძალიან კარგი გამოვა. განსაკუთრებით ახლა მთელი მსოფლიო ტენდენცია რეგენერაციულ ფერმერულ მეურნეობაზე მიდის და რეგენერაცია სწორედ იმას გულისხმობს, რასაც ბებია და ბაბუა გვასწავლიდა, რომ გარემოზე ვიყოთ და ღმერთზე დამოკიდებული და ზედმეტი არ, ესე ვთქვათ, ზედმეტად არ შევეხოთ ბუნებას, რასაც გვაძლევს ბუნება, იმითი დავკმაყოფილდეთ. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგიები ხელს უწყობს იმაში, რომ უფრო ბიზნესურად შეხედო შენ სოფლის მეურნეობას, ხო? მიმღებლობა ცოტა რთული არის, მანამ სანამ შენი თვალით არ ნახავ და არ აჩვენებ, ხო? ამიტომ არის ძალიან კარგი სადემონსტრაციო ნაკვეთები. თქვენს კარგი მაგალითი იყავით, როდესაც ნახეს რისი გაკეთება შეიძლება და თვალით რომ ხედავს და ხელით ეხება, მერე მასაც უნდა რომ ამისი რეპლიკაცია გააკეთოს. ეს არის მე ვფიქრობ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამოწვევა, მთელი მსოფლიო გამოწვევა არის, იმიტომ რომ როდესაც ახლის შიში გაქვს, სანამ ამ შიშს გადალახავ, აღმოჩნდება ადამიანი, რომელიც უფრო გაბედული არის, რომელმაც უფრო მეტის რაღაცა თქვათ გარისკვა შეძლო და შემდეგ ის უფრო წარმატებულია და იმის ბიზნესი უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე შენ როდესაც თქვათ 10-15 წლის მერე მიხვალ იქამდე, რომ გჭირდება თანამედროვე ტექნოლოგია. ხა ჩვენ თანამედროვე ტექნოლოგიაზე ამ ეტაპზე ხო არ ვსაუბრობთ, რომ დრონები დაფრინავენ და რობოტები წველიან, თქვათ, ძროხას ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე ტექნოლოგიებზე, აი რაღაცა ძალიან მარტივ პრინციპებზე, წვეთოვან სისტემაზე, რომ რაციონალურად წყალი გამოვიყენოთ, თქვათ, იმიტომ რომ კლიმატურ-გონივრული სოფლის მეურნეობა ვაწარმოოთ, რომ თქვათ, გარემოს დაცვითი ნაწილი შევინარჩუნოთ. აი ასეთ მარტივ რაღაცებზე საუბარი, თუმცა მე ვფიქრობ, რომ დღეს თანამედროვე ტექნოლოგიები შემოსული არის ქვეყანაში, იმიტომ
რომ ჩვენ ვიცით ძალიან ბევრი ბიზნესი, რომ მათ შორის მიკრო და საშუალო ბიზნესი, რომელიც ამ მიმართულებას იყენებს და ძალიან წარმატებულებიც არიან. ამიტომ შიში ახლის არ უნდა არსებობდეს. კარგი. მეც ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თანამედროვე ტექნოლოგიები დაინერგება, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ მოსავლიანობას გიზდის და შემოსავალს გიზდის, ბევრ ამას გასწავლის და მგონია რომ ადამიანად განვითარებს, რომ სულად სიახლის ძიებაში ხარ, როგორ განავითარო შენი ბიზნესი, რაც სოფლის მეურნეობაში ჩემს ძალიან საჭიროა. აი იცი რა მაინტერესებს კიდე მე ჩემი დაკვირვებით ფერმერები რაც კატეგორიებად დავყავი ჩემ ჭკუაში არიან ადამიანები რომლებიც აი სახლისთვის თვითმყარ პროდუქციას აწარმოებ კი ბატონო და მე უკვე მოდი ცოტა გაზრდილი ფერმერები რომელიც უკვე მათთვის ბიზნესია მაგრამ ამ ესეც პატარა პატარა ფერმერებში გამყავს მე დაახლოებით 1 ჰექტრამდე კვადრატსა მიწით და მე უკვე არის აი სუფთა კომერციული ბიზნესი რომელიც შეგიძლია რომ საქმე შენი დრო მიუძღვნა და მაღაზია არიან დამოკიდებულები. აი რამდენად მე რაც უყურებ, აი რამდენად კავშირში არიან ერთმანეთთან ეს ფერმერები. აი გულისხმობ უფრო აი კოოპერატივის მხრივ მინდა ვიკითხო, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან საინტერესო რაღაცა არის კოოპერატივი და რატომღაც ამ ქვეყანაში ძალიან ცოტა არიან 1-2 თუ შემხედრიან 10-მდე ალბათ. და აი რა ხდება ხო იცი ცოტა სამწუხაროა რომ შენ თავში გაქვს ფერმერების გრადაცია გაკეთებული, იმიტომ რომ ქვეყანაში არ არსებობს ფერმერის განმარტება, ვინ არის ფერმერი და ვის შეიძლება ფერმერი უწოდოს და რა კრიტერიუმით შეირჩეს. ესეც ერთ-ერთი დიდი გამოწვევა არის. მეორე ის რომ კოოპერაცია საქართველოში არ მუშაობს, გეთანხმები, რომ ესეც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა, ესეც საბჭოთა გადმონაშთი არის კოლმეურნეობის შიში, როდესაც ადამიანებს აღარ უნდათ კოლმეურნეობის ნაწილი ყოფილიყვნენ და სხვათა შორის ჰოვშტეტს აქვს ესეთი კარგი თეორია, როდესაც სხვადასხვა ქვეყნის კვლევები გააკეთა, რამდენად ადამიანები არიან კოლექტიურად მომუშავეები და არიან ინდივიდუალისტები, ანუ საკუთარ თავზე მუშაობენ და ჩვენი ქვეყნის საჯარო რეესტრი თუ ამოიღებ, ნახავ რომ დაახლოებით 70-80% სულ ინდმეწარმე და შეპესია, სადაც ინდივიდუალურად 100%-იანი წილის მფლობელი ადამიანი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მას არ აქვს ნდობა და არ უნდა თავისი გაიზიაროს, გინდაც რისკი, გინდაც წარმატება, გინდაც წარუმატებლობა სხვასთან. თუ ეს არ იქნება, კოოპერაცია ამ შემთხვევაში გამორიცხულია. რაც შეეხება კოოპერატივებს, გვაქვს ძალიან კარგი მაგალითები და ჩემი დაკვირვებით რამდენიმე ასეთი. ერთი არის ქალების კოოპერატივი, რომელიც ხო დარწმუნებული ვარ, რომ გეცოდინება. მეორე არის სხვათა შორის ძალიან წარმატებული კოოპერატივი, როდესაც ახალგაზრდები ერთიანდებიან, იმიტომ რომ მათ უფრო აქვთ რაღაცა ჟინი ერთად დიდი საქმის გაკეთების და მესამე დაკვირვება რაც არის, ყველაზე დიდი მძლავრი კოოპერატივები არის კოოპერატივები, რომელსაც სათავეში უდგას მამაო, სასულიერო პირი. რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს ისევ იმას, რომ ჩვენ ნდობა ერთმანეთის მიმართ არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს ნდობა სასულიერო პირის მიმართ, როდესაც ვიცით, რომ ის არ მოგვატყუებს და თქვათ ჩვენი ბიზნესი უფრო ესე ვთქვათ განვითარებული და წარმატებული იქნება. განვითარებულ ქვეყნებში ყველაზე დიდი ვთქვათ და წარმატებული ბიზნესი სოფლის მეურნეობაში არის სწორედ ის ბიზნესი, სადაც სასოფლო სამეურნეო კოოპერატივია და მეცაც გეტყვით, სასოფლო სამეურნეო კოოპერატივები ქმნიან საკუთარ ბანკებს, ქმნიან საკუთარ სუპერმარკეტის ქსელებს და თვითონ არიან ის ხალხი, ვინც აწარმოებენ აგროკლიმატს თავიანთ ქვეყანაში. ეს არის მომავალი. თუ გვინდა რომ დანაწევრებული მიწები, რომელიც 0.6 ჰექტარი არის, გავამსხვილოთ, თუ გვინდა რომ მასშტაბის ეკონომია გავაკეთოთ, თუ გვინდა რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ ბაზარზე და კონკურენცია გაუწიოთ ისეთ ქვეყნებს, როგორც არის მაგალითად თურქეთი, ირანი, რა ვიცი, ხან ჩინეთიდან შემოგვაქვს ნიორი და ხან ჩილე და ასე შემდეგ, ამისთვის უნდა გავამსხვილდეთ. ეს არის გამოსავალი, მაგრამ ჯერჯერობით მე ვფიქრობ, რომ მაინც მზად არ ვართ მენტალურად. თან მე მგონია რომ მე თვითონ დიდად არ ვარ გარკვეული ამ კოოპერატივის ამბავში თეორიულად ვიცი მაგრამ პრაქტიკაში არ მაქვს ნანახი და არც მე მიმუშავია მაგრამ მგონია რომ აი ხარჯებს იმდენად გიმცირებს რომ რაღაც მომენტში დობაც უკვე გადასახედია, იმიტომ რომ ძალიან გიმცირებს ხო ხარჯებს. ხო, ნუ მასშტაბის ეკონომია რაც შენ გჭირდება 1 ჰექტარზე, იგივენაირი თქვა რესურსი გჭირდება
15 ჰექტარზე ხო ის მექანიზაციაც უნდა მოაცდინო იქირავო და ასე შემდეგ და პესტიციდი და თქვა შხამქიმიკატი რომელიც უნდა შეისყიდო ბევრად უფრო იაფია როდესაც დიდ მასივზე გინდა რომ შეისყიდო იმიტომ რომ იქ მხარეს რომელიც გაწოდებს ამას დაინტერესებულია ფასი დაგიკლოს და რა თქმა უნდა ხა ხარჯის ნაწილში ბევრად მომგებიანია მაგრამ გაგების მნიშვნელოვანი ინიციატივა შენეთ ვინ უნდა წამოაყენოს აი სოფელში ვინმე ადამიანი უნდა მივიდეს შეკრიბოს ადამიანები და მოდი გავაკეთოთ კოოპერატივი თუ აი როგორ უნდა დაიწყოს აი როგორ წარმოგიდგენია ხო მე მგონია რომ ეგ მასე ხდება დობის ფაქტორი სოფელში აი სოფლის ყოჩს რო ვეძახით ხოლმე ანუ ადამიანი პატივსაცემი ადამიანი მას სიტყვა ეთქმის და ხალხს მისი ნდობა აქვს ანუ მან რა არის ხო იმ ადამიანის ნდობა უნდა კონდეს უნდა მას ლიდერობის კარგი უნარები გააჩნია და ის რასაც ის იტყვის მის სიტყვას ფასი აქვს იმიტომ რომ ხა ხელშეკრულების დონეზე ჩვენ ვიცით რომ თქვა ქართველებს ცოტა გვიჭერს ურთიერთობა სიტყვა ხელის ჩამორთმევა განსაკუთრებით რეგიონებში ამიტომ მას უნდა ენდობოდა და მე მგონია რომ ესეთი ინიციატორები არსებობენ და დღეს წარმატებული კოოპერატივები სწორედ ასეთ ადამიანებს ედგას და გასაგებია კიდე ერთი აი რაც ამ გაერთიანებებთანაც მაინტერესებს აი რამდენად მნიშვნელოვანი არის ფერმერებს შორის კომუნიკაცია ოღონდ არ გულისხმობს სოფელში თანასოფლებს გულისხმობ აი მაგალითად კახელი ფერმერი რომ უკავშირდებოდეს მეგრელ ფერმერს და აი რაც აი ეს პლატფორმასავით თუ არსებობს აი რაღაცნაირად რამ ერთმანეთს ჩვენ გვაქვს აქვე ვიტყვი Facebook-ზე სოფლის მეურნეობის განვითარების ჯგუფი. სადაც ყავს 215,000 წევრი, ანუ ძალიან დიდი ჯგუფი არის და ჩვენი დაკვირვებით ძალიან ბევრი რჩევა ჭირდება ამ ადამიანებს და ერთ-ერთი პლატფორმა ეგეთი ვართ ჩვენც, რომ ამ პლატფორმაზე ადამიანები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. მაგრამ რაღაც მომენტში მგონია, რომ ეს მაინც არ არის საკმარისი, იმიტომ რომ უჭირს ადამიანებს ერთმანეთის პოვნა და იმ კითხვებზე პასუხის მიღება, რაც თქვათ კახეთში აქვს ადამიანს მიღებული ამ კითხვაზე პასუხი, მაგრამ სამეგრელოში არ აქვს და აინტერესებს. აი შენ ფიქრობ, რომ უფრო მეტი არის ამ ხრივ საჭირო, რომ აი დაკავშირება მოხდეს, გამარტივდეს ფერმერების ან რაღაც აი თქვენ ასოციაციაში თუ არის ისეთი შესაძლებლობა რომ ერთმანეთს გაუზიარონ არ ვიცი აი რაღაც ეგეთი არის ხო შეხვედრებს როცა ვაკეთებთ ასე ერთმანეთს ვაცნობთ და უზიარებთ მან ერთი გამოწვევა არის ხო ჩვენ ქვეყანას 10 რეგიონი აქვს და 10-ვე რეგიონს განსაკუთრებული მიდგომა ჭირდება რაც კახეთში მუშაობს ის სამეგრელოში არ მუშაობს ამიტომ ჩვენ ისიც უნდა გვესმოდეს რომ რჩევა შეიძლება ის იმ კონკრეტული ადამიანისთვის ძალიან კომპეტენტური იყოს მაგრამ იმან არ ემუშაოს და მე ის ისეთი პრობლემის წინაშე დადგეს რომ რა ვიცი მეურნეობა რაღაცა დიდი კატასტროფის წინაშე დაუდგეს. ამიტომ გარდა იმისა, რომ ეს ადამიანებმა ერთმანეთი გაიცნონ და თქვა თავისი წარმატება და წარუმატებლობა გაუზიარონ, მე ვფიქრობ, რომ აქ არის საჭირო კვალიფიკაცია, იქნება ეს ვეტერინარის თუ აგრონომის. ისინი უნდა იყვნენ, ესე ვთქვათ, ამ ფლაგმანები, ამისი რომ ეს ცოდნა გაზიარდეს და დანარჩენი ურთიერთობა ქართულს არ უჭირს. ახლა სტუმარ-მასპინძლობის ქვეყანაში ყველა შეგვიძლია ერთმანეთთან ჩავიდეთ, გავიცნო და მე ვფიქრობ, რომ უფრო მეტი კომუნიკაცია არის იმ ნაწილში საჭირო, თქვათ, სად ქონდათ გამოწვევა. და მე გამოწვევას როგორ უპასუხეს, ოღონდ ეს არ არის მათთვის აპრიორი რომ ეს მათ გამოადგებათ. ამიტომ აი მანდაც ჯგუფებში ძალიან ბევრჯერ მინახავს და მე ძალიან ბევრი ჯგუფის წევრი ვარ, ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, რომელიც მსხვერპლი გამხდარა იმისი, რომ დაუჯერებია, თქვათ, იგივე შეწამლის ნაწილში, იგივე თქვათ, ყვავილის თუ მცენარის მოვლის ნაწილში და შემდეგ მას მთლიანად მოსავალი, ესე ვთქვათ, კატასტროფის წინაშე დადგომი. ამიტომ, როდესაც პასუხისმგებლობას იღებ შენ თავზე რომ სხვა ადამიანს რჩევა მიცე, შენ მისი ყველაფერი უნდა გესმოდე. ჩემთვის ეს როგორც ექიმის რჩევა ესეთია, ხო? აი, ექიმა ყველაფერი თუ არ იცის შენ შესახებ, შეიძლება არასწორი დანიშნულები და რა ვიცი, ანაფილაქსია დაგმართოს, ხო? ამიტომ ზუსტად იგივეა სოფლის მეურნეობა და მე ძალიან მომწონს, როდესაც ეს ადამიანები ერთმანეთთან აი ფერმერის დღე არის ხოლმე და განსაკუთრებით დიდი დღესასწაულია სხვადასხვა გამოფენები, რომელიც ძალიან ხშირად იმართება ჩვენ ქვეყანაში და ძალიან ბევრი ადამიანი მიდის ამ გამოფენებზე, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას, მაგრამ უკვე თუ მიდის ეს რჩევაზე, როგორ აწარმოოს, ან თქვა რა გააკეთოს და როგორ გააკეთოს, იმასაც გააჩნია შეიძლება მარტივი რჩევა იყოს, რომელიც მისაღებია.
თუ უკვე პროფესიონალია საჭირო, მაშინ პროფესიონალის რჩევა გვჭირდება. აი მივედით მაგ საკითხამდე, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის, ეს არის პროფესიონალი აგრონომი და ვეტერინარი. აი ჩემ მაგალითზე ვიტყვი, კიტრის სათბურში უბრალოდ მარტივი კითხვა, როდის უნდა მოვრწყვა კიტრი. დაახლოებით 4 აგრონომს, 5 აგრონომს ველაპარაკეთ, ყველა გვეუბნებოდა სხვადასხვა დროს. მე ველაპარაკეთ ჩვენს გვერდზე სათბურებში, ვისაც ქონდათ კიტრი, ისინი სხვა დროს რწყავენ. ამ ყველა კითხვას პასუხს მე ChatGPT-ს ან Gemini-ს უგდებ და ის საერთოდ მაგიჟებდა და ანუ საბოლოო ჯამში მაინც რაღაც ჩვენ მივიღეთ ეგ გადაწყვეტილება, არა ხო მარტივია, ანუ თემ სოფლიო მოყავს კიტრი და ალბათ ყველას ერთ სტანდარტზე მოყავს ხო, რაღაც სტანდარტები ხო შეჯერმა. აი ეს რატო არის რომ საქართველოში რთული არის პროფესიონალი აგრონომი, რომელსაც ჩვენ ფულს გადაუხდი აიყვან, მოგემსახურება და მე მაგალითად ძალიან გამიჭირდა. ეხაც ვერ ვიტყრო, ნაპოვნი მყავს. მაგრამ მოგეთ აი ძალიან დიდ სირთულეს წავადექი ამ პროცესში და აი რას ფიქრობ აქ რა ხდება? ხო, აქ დიდი გამოწვევა არის ბოლო 20 წლების განმავლობაში, ხო ვიცით, რომ სოფლის მეურნეობა არ იყო პრიორიტეტი და შესაბამისად აგრარული უნივერსიტეტი, რომელიც არსებობდა, მოიშალა, შემდეგ უკვე ხელახლა შეიქმნა თავისუფალი უნივერსიტეტის, ვთქვათ, თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად და დაახლოებით თუ არ ვცდები 3 თაობა ყავს გამოშვებული, ხო? ნუ ჩავთვალოთ, რომ 15 წლიანი ისტორია გააჩნია. 3 თაობა არაფერი არ არის არც აგრონომიისთვის, იმიტომ რომ შემდეგ უკვე ეს აგრონომები ცდილობენ რომ ისეთი ნიშა იპოვონ, იქნება ეს რაღაცა ფლორისტობა თუ ასე შემდეგ, რომ სადაც მომგებიანია იქ წავიდნენ და იგივე არის ვეტერინარიაში, ხო? თქვათ ვეტერინარები ცდილობენ რომ ძაღლის და კატის ვეტერინარიას მიხედონ და მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, თქვათ, ზე აღარ იმუშაონ. ამიტომ ეს ეხა იმხელა პრობლემა არის რომ ამისი ანუ გამოსავალი არსებობს, რომ უნდა იყოს ძალიან დიდი დაინტერესება ამ ახალგაზრდების მიერ, იმიტომ რომ თუ ჩვენ საუბრობთ ეხლა თქვენც გჭირდებათ ისეთი კადრი, რომელსაც ინგლისურ იმასთან რა ქვია ინფორმაციასთან აქვს წვდომა ხო თანამედროვე ტექნოლოგიებს. ეხლა მე ფერმერთა ასოციაცია რო დავიწყე და დავაფუძნეთ 1958 წელს იყო ქართული სოფლის მეურნეობის წიგნი გამოცემული. მას შემდეგ იყო სულ რუსულად, ან ნუ თანამედროვე ვთქვათ ტექნოლოგიები და ასე შემდეგ იყო ინგლისურად. ამიტომ ჩვენ 2017-ში გამოვეცით წიგნი ქვია გზა ფერმერობამდე, როდესაც თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით ყველაფერს თავი მოუყავდით და ერთიანად ერთ წიგნად გამოვეცით. პრინციპში პირველი ქართული წიგნი იყო ასეთი თავმოყრილი სოფლის მეურნეობის კუთხით, ხო? ამიტომ როდესაც ახალგაზრდა დაინტერესებული არ არის, როდესაც უნივერსიტეტში ისეთი მოთხოვნა არ არის, რომ რა ვიცი, რაც სხვა პროფესიებში. როდესაც ამთავრებს და თავის თავს სხვა განპოულობს. იგივე ვეტერინარიაში, აგრონომიაში პასუხად იღებთ იმას, რომ თქვენ კიტრს 24 საათიდან ყოველ საათში ერთხელ სხვადასხვა აგრონომი სხვადასხვა დროს გეტყვით და მოსავლის აღებასაც სხვა დროს გეტყვით, მანამ სანამ არ გაგიხმებათ მოსავალი და თქვენ თვითონ ნელ-ნელა რამდენიმე თვის და წლის განმავლობაში არის სწავლით, როდის მორწყათ თქვენი კიტრი. აი ეს არის სამწუხარო შედეგი. ხა სოფლის მეურნეობაზე კიდევ რომ ვაპარაკობ თანამედროვეზე, რომელიც გვინდა რომ ბიზნესზე ორიენტირებული იყოს, სადაც გვინდა რომ ახალგაზრდები იყვნენ ჩართული, მაშინ აი ეს პრობლემები რაც გვაქვს, ის არ უნდა არსებობდეს. კი, მაგრამ ამ შემთხვევაში მე რაც უყვარ მოთხოვნა არის. აი ძალიან დიდი მოთხოვნა არის კარგ აგრონომზე, ხალხი მზად არის რომ ფული გადაიხადოს, მაგრამ ნუ აი არ ვიცი რაღაცა. მაგრამ უფრო დიდი მოთხოვნა არის ადამიანზე, რომელმაც კოდინგი იცის და რომელსაც შეუძლია რომ სახლში წამოწვეს და როცა გაუხარდება Amazon-ზე ან რა ვიცი მე ნებისმიერ Facebook-ის პლატფორმაზე ემუშაოს. აი ეს არის დღევანდელი რეალობა. ეს მარტო ჩვენი პრობლემა არ არის, არ მინდა რომ მსმენელს და მაყურებელს ეგონოს რომ საქართველოში ხდება მთელი მსოფლიო ამ დღეშია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ არა აქვს მნიშვნელობა იქნება ეს CEO, პრეზიდენტი, პრემიერი თუ კოდის დამწერი, ყველა სჭირდება ჭამა და გამოყვება. და თუ ყველა ამაზე იტყვის უარს, შესაბამისად მივიღებთ იმას, რომ ბოლოს ხელოვნურ პლასმასის, რა ვიცი, კაფსულებზე ვიქნებით და აღარ გვექნება ის უნიკალური საკვები, რაც ჩვენ ქვეყანაში არსებობს და რითიც ტურისტები აღფრთოვანებული არიან. კი. ეხლა მოდი გადავიდეთ
ქართულ ბაზარზე, აი საქართველოს ბაზარი და საქართველოს ბაზარზე არსებული ქართული პროდუქცია. აი რამდენად ფიქრობ, რომ არის ჯანსაღი პროდუქტი და ეხლა რატო დამებადა ეკითხვა, ამასაც გეტყვი. ჩვენ კიტრს ვყიდით. დედასფიცა რომ ერთ ადამიანს არ აქვს გასინჯული, აი ეს მოდიან, ნუ გადამყიდველები ყიდულობენ და დიდი არასოც ყრებთ, თლიანად მიაქვთ. და ვეკითხები, რომ გასინჯეთ მაინც, რა იქნებ რას გატანთ. მე ხო ვიცი ხა რა მე ვიცი რომ კარგად მოყავს, მაგრამ იქნებ რას გატანთ და მთავარია შესახედი იყოს, ან პასუხი არის ეს. მე ეს კიტრი ხდება ბაზარზე ჩვეულებრივად და ნუ იყიდება. მაგრამ აი ხა რაღაც ამ პასუხმა შემაშინა, იმიტომ რომ დედას აი მართლა ამდენი ხანი გავიდა უკვე რაც კიტრზე ვარ, დაახლოებით წელი დაახლოებით და არც ერთ ადამიანს არ გაუსინჯავს რა კიტრი აქვს წაღებული. აი ხო, ნუ სამწუხარო რეალობა, იმიტომ რომ ჩვენი ბაზარი უმეტესად დაახლოებით 70-75% იმპორტირებული პროდუქტია. და ეგეც ძალიან სამწუხაროა, რომ აი ეს გამოთქმა რომ არსებობს თვალი ჭამს და თვალი სვავსო, ამ შემთხვევაში ეს არის რეალობა და ადამიანებმა არიციან რითი იკვებებიან და შედეგად ვიღებთ აი იმ ძალიან ბევრ სენს, რომელიც ჩვენ და სამწუხაროდ ბავშვებში უფრო აქტიურად არის ეს ვთქვათ განძაფრებული და ყოველ მეორე სოციალურ ქსელში პოსტში ხვდებით, რომ აი ვიღაცას დახმარება ჭირდება, იმიტომ რომ ბავშვი ახალგაზრდა ებრძვის სიმსივნეს. ეს არის სწორედ აი იმის შედეგი, რომ აი რაც თქვენ ბრძანეთ, არავინ არ კითხულობს, რას ყიდულობს, პირდაპირ მიაქვთ, რომ ვიზუალურად მოწონთ და ვიზუალურად მოწონებული შეიძლება იმდენად გაჯერებული იყოს ნიტრატებით, ხამქიმიკატით, პესტიციდით, რომ პირდაპირ კანცეროგენს მივირთმევდეთ. ნუ ამისთვისაც ძალიან ბევრი რამე გავაკეთეთ, ჩვენ მაგალითად სტანდარტი შევქმნით გეოგაპი, რომელიც არის პირველადი წარმოების სტანდარტი საერთაშორისო აღიარებულ სტანდარტ Global Gap-თან მიმართებაში, სადაც აი კომპრომისზე არ წავედით და ვთქვათ იგივე ეს ნარჩენების მართვა იქნება, ეს შხამქიმიკატის გამოყენება და ასე შემდეგ დავიყვანეთ მინიმუმამდე და ამის მიკვლევადობა შევქმნით, მაგრამ ეს უნდა იყოს ერთი დიდი ესე ვთქვათ ხედვა, სადაც ბიზნესი, არასამთავრობო და სახელმწიფო ერთად იღებს გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ როდესაც ბაზარი არის უკონტროლო, ძალიან რთული არის. ცუდი გაგებით უკონტროლოს არ ვამბობ, აი მაგალითად გზაზე რომ მიბრძანდებით და გამოფენილი არის ხილი და ბოსტნეული. იმის ყიდვა და ჭამა არის ძალიან სახიფათო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, რამდენი მძიმე მეტალი გამონაბოლქვით ისრუტება იმ პროდუქტში, ხო? ამიტომ აი ამას გულისხმობ, რა, ეს არის ძალიან დიდი გამოწვევა და ერთი დადებითი რამ რაც მოხდა, მე ვფიქრობ, რომ მაინც მოსახლეობაში ცნობიერება ამაღლებულია. მაინც ითხოვენ ხარისხიან პროდუქტს, ჩემ და საბედნიეროდ ეტიკეტის წაკითხვა ისწავლა მოსახლეობამ, აღარ ტყუდება ნატურალური თუ რა ქვია, ორგანული პროდუქტებით, ანუ ითხოვს, რომ თქვა ეწეროს იქნება ეს ნედლირძე, იქნება წარმოება, სტანდარტი რომელი აქვს, უკვე ითხოვს და როდესაც მომხმარებელი იქნება გათვითცნობიერებული და მოითხოვს ხარისხიან პროდუქტს, ჩვენც მეწარმეებიც ვიქნებით ვალდებული, რომ ხარისხიანი პროდუქტი ვაწარმოოთ და ვიზუალურად კარგად რომ გამოიყურება, მხოლოდ იმითი აღარ დავკმაყოფილდეთ. კი. აი, ეხლა მოვიყვანეთ კარგი პროდუქტი, ან ყველაფერს ვიყვებით, ან ჩემი გამოცდილებიდან, იმიტომ თან მაჩელენჯო, ხო? თან და ამიტომ ამაში უფრო მეტი მესმის, იმიტომ რომ მე პირადად ხვდები ამ პრობლემებს. აი, მაგალითად, მე რო ყიდი ხოლმე, ჩვენ რო ყიდით კიტრს, ჩვენგან პირობითად გავყიდეთ 2 ლარად. ეს კიტრი მაღაზიაში ხდება 6 ლარად. ანუ ადამიანი ჩვენ წვალობთ, მოყავს კიტრი, ვყიდით 2 ლარად, ნუ ზამთრას არ გულისხმობ და აი ეხაც მაღაზიაში შეხვიდე ღირს 6 ლარი, როცა ჩვენ გავყიდეთ 3 ლარად მაგალითად. აი ჩვენზეც აისახება საბოლოო ჯამში, ჩვენ ძალიან გვირტყავს და გული მწყდება ხოლმე რომ ამას უყურებ რა, იმიტომ რომ მეც შემიძლია და საბოლოოდ მაგამდე მივდივართ, რომ ჩვენ ვიყოთ ბოლო გამყიდველები, რაც მაგ კონცეფციაზე გვინდა რომ ვიმუშაოთ, მაგრამ ყველას ხო არ შეუძლია ეს და ყველას ხო არ აქვს ამის შესაძლებლობა, რომ თვითონ გახდეს ბოლო გამყიდველი. იმიტომ ჩვენ თვითონაც ვიცით, რომ აი ძალიან ბევრი რაღაც უნდა გავაკეთოთ, რომ ბოლო გამყიდველი ჩვენ გავხდეთ. აი რა გონია რომ ეს ადამიანები რაღაც წნეხის ქვეშ არიან, იმიტომ რომ მე მქონია შემთხვევა რომ რაღაც მეგონა რომ რაც პირი შეკრეს, ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ არ მაძლევდნენ იმ თანხას, რაც მინდოდა, თან ერთი ადამიანი არა, რაც სხვა
ადგილებში რეკავდი და ყველა რაღაც ფანსზე თანხმდა. აი ამასაც აი ვინ ადგენს ფანს? მოკლედ აი ეს მაინტერესებს, რაც ვერ დავადგინე. ფერმერები ნამდვილად რო არ ადგენთ მაგფას და არ ვადგენთ, ეგ ცალსახარი და ყველაზე დაუფასებელი შრომა არის ფერმერის შრომა, იმიტომ რომ როგორც თქვენ აღნიშნეთ, აგერ ორლარად რო და იყიდა, იმან გადაყიდა და საბოლოო მომხმარებელმა მერე კიდე იმ სუპერმარკეტმა ფასი დაამატა და 7 ლარად მივიდა მასთან, ხო? ფას ადგენს ჩემ და სამწუხაროდ კარტერული გარიგებები, როდესაც შუამავლები თანხმდებიან, რომ რაღაცა კონკრეტული თანხის იქით არ გადაიხდიან. და ან კიდე თანხა, ისე ვთქვათ, ფასით გინდება იმპორტირებული პროდუქტის შესაბამისად, რომ ვთქვათ, რაღაც დიდი რაოდენობა შემოვიდა, რაღაც დაბალ ფასად და უკვე თქვენ ფერმერებს მაგ ხელოთანხას არავინ აღარ გიხდით. ნუ მანდაც ერთი გამოსავალი არის ხშირ შემთხვევაში ის, რომ დიდმა ბიზნესებმა და ჩვენ შემთხვევაში აჭარა ჯგუფი იყო ასეთი პარტნიორი ჩვენი და დღემდე არის, სადაც ჩვენ შევქმნით ფერმერთა სადისტრიბუციო კომპანია, რომელიც ჩვენი ფერმერებიდან ყიდულობდა და აჭარა ჯგუფზე, ვთქვათ, ახდენდა რეალიზაციას, მათ უბრალოდ თავის თავში მიიღეს გადაწყვეტილება, რომ არ უნდათ იმპორტირებული პროდუქტი და ადგილობრივი ფერმერების ხელშეწყობა უნდათ. მათ ბევრად ძვირი უждებოდა დაახლოებით 18%-ით მეტი, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით, რომ შესაძაც იმპორტი ხდება 18% დღგ-ში ითვლება, პირველად წარმოებაში ფერმერებში ეს ძალიან რთული არის, ამას ვერ ითვლიან და პრინციპში უფრო ძვირი უждებოდა შესყიდვა და მომხმარებლისთვის ფას არ წევდნენ. ანუ ის კომპანია ჩავთვალოთ, რომ უფრო ზარალობდა აჭარა ჯგუფი, ვიდრე ვთქვათ ნებისმიერი სხვა. ამიტომ ესეც გადაწყვეტილება არის, ესეც ბიზნესის ჩემი აზრით ხედვა უნდა იყოს, რომ თუ გვინდა რომ გავაძლიეროთ ფერმერები და ძალიან ბევრი კომპანია თანხმდება ეხლა მაგაზე, ძალიან მიხარია კიდე ერთი რამ, რომ სუპერმარკეტებმაც გადაწყვიტეს და დაიწყეს, როგორც იქნა, რომ ქართულ პროდუქტს უფრო პრიორიტეტს ანიჭებენ და ყიდულობენ ფერმერებისგან და ისეთი კაბალური პირობები აღარ არის, რომ 60 დღიანი აკრედიტი ვიყო, არ უხდიდნენ ფერმერებს თანხას და ეს ხალხი საოცარ გასაჭირში იყო, ელემენტარულად ბანკის პროცენტს ყოველთვე ვერ იხდიდა. ამიტომ უფრო, ესე ვთქვათ, მობიერი გახდა ქართველი ფერმერების მიმართ, ესე ვთქვათ, ეკოსისტემა, მაგრამ ძალიან ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი, რომ აი პირდაპირ არსებობდეს წყაროები, სადაც შეგიძლიათ, რომ თქვენც მოახდინოთ რეალიზება. მე არც იმ ხალხს ვერ სჭია არაფერს, რა თქმა უნდა, შუამავლები ვინც არიან, ისინი ძალიან ბევრს შრომობენ, რომ ეს პროდუქტი ერთიანად შეკრან, მაგრამ არსებობს რაღაცა რის იქითაც არ უნდა მოიქცე, რომ აი თქვათ იგივე პირობა შეკრას. ნუ შეიძლება ვიღაცას უღირდეს, რომ უფრო ძვირად იყიდოს და თქვენთვის ეს თქვათ რაღაცა სახარბიელო მდგომარეობა იყოს. ხო, მე იმიტომ ამბობ, რომ აი მე რაღაც მომენტში ვფიქრობ, რომ იმ რაც აი რაც მოქნილად შეგვიძლია, რომ თუ ეს უარს გვეტყვის სხვასთან ჩვენ თვითონ წავუყოთ და ასე შემდეგ. აი ბევრი ვიცი რომ აი ეს არ შეუძლიათ ამ ადამიანებს, რომ აი მაგალითად რაც ჩვენთან ახლოს ვარ თბილისთან და უფრო მარტივად გვაქვს ნუ კოოპერაცია მაგის გამოსავალი, მაშინ ასე ვიტყოდი, რომ თქვენც უნდა შეიკრათ და კოოპერატივი ჩამოაყალიბოთ, რომელიც გაყიდვებს მოემსახურება და თქვენვე დაწესებთ ფას და თქვენ იქნებით ის ხალხი, ვინც იტყვის რა უნდა ღირდეს თქვენვე წარმოებული პროდუქტი. რა პროდუქცია გადის ექსპორტზე საქართველოსთან? ნუ ძირითადად ვიცით, რომ საექსპორტო ღვინო არის, ყველაზე დიდი ადგილი ღვინოს უკავია, თხილი და მეოთხე ვარ სოფლიოში თხილის ექსპორტის კუთხით, ნუ რუსეთის ბაზარს თუ ჩავთვლით, ჩემ და სამწუხარო ბაზარს, რა ვიცი, დაწყებული ატმიდან დამთავრებული მწვანილით ყველაფერი გადის. მე ალბათ უფრო ისეთ კითხვას მოვისმენდი, ევროპის ბაზარზე რა პროდუქტი არის ტექნოკიდებული და ხო, მანდაც ალბათ პირველი მაინც ღვინო არის, ეხლა ტენდენცია წამოვიდა ნუშის, რაც ისეთი კულტურა იყო, რომელსაც ამბობდნენ, რომ საქართველოში არ იქნებოდა და არ გაიხარებდა, ესეც სტერეოტიპულია. მე ვფიქრობ, რომ ესეც საბჭოთა გადმონაშთია, იმიტომ რომ საბჭოთა კავშირშიც კი დაგეგმილი ჰქონდათ რომელ რეგიონს რა უნდა ეწარმოებინა სინამდვილეში. ჩვენ ქვეყანას უნიკალური შესაძლებლობა კლიმატური პირობებიდან გამომდინარე დამთავრებული მდინარეებით და უწყვეტად შეგიძლია ყველა პროდუქტი ყველა სეზონზე აწარმოო. ამიტომ ესეც სტერეოტიპული არის. ნუ ევროპაში ძირითადად ჩვენ მაინც ხვდებით ღვინოს და თხილს, გალფის ქვეყნებში უფრო ეს ვთქვათ მოცვი შემხვდა ქართული სხვათა შორის ძალიან ამაღლი ვიყავ, კივი იყო ქართული, კენკრა. ნელ-ნელა მე ვფიქრობ, რომ ავითვისებთ
იმ ბაზარს და აღარ ვიქნებით ჩვენ მტერზე დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. კი, მეც ეგრე მგონია და იმედი მაქვს, იმიტომ რომ ბევრად უფრო ისინი ხარისხსაც ითხოვენ, თან რუსეთის ბაზარი ხარისხს იმდანაც არ ითხოვს, რა ეგეც იცი როგორ არის, ეგეც სავაჭრო თემა არის, როცა უნდა ხარისხს თხოვს, იმიტომ რომ ემბარგო გვახსოვს კარგად, რამდენიმე წლის წინ მოტრიალებული ტრაილერებიც გვახსოვს კარგად ხილის, ამიტომ ესეც არის ის იარაღი, რასაც როცა უნდა ჩვენ წინააღმდეგ გამოიყვანებენ, ეს არის მითი, რომ ევროპას ჭირდება სტანდარტი, რუსეთს არ ჭირდება სტანდარტი. შევთანხმდეთ ერთ რამეს, სტანდარტი გვჭირდება ჩვენი ჯანმრთელობისთვის. კი ბატონო. კაი, აი თავარი რაც გვაწუხებს ხოლმე ქართულ ფერმერებს არის კლიმატი და არა მარტო ქართულ ფერმერებს, ზოგადად ძალიან გლობალური დათბობა გვაქვს. ხო, კლიმატური ცვლილებები, რაც ძალიან ურტყავს, ასე ვთქვათ, აი ძალიან ბევრჯერ გამიგია და მინახავს ჩემი თვალით როგორ დაესეთყვათ ადამიანებს, აი ხა მარტში იყო, მე მგონი თუ აპრილში მოყინა და ძალიან აი შიდა ქართლში, ხო, აი რაღაცა ძალიან დიდი პრობლემები შეუქმნა ადამიანებს და აი რას ვაკეთებთ ამისთვის, თვითონ ფერმერი რას აკეთებს, მინდობილი არის უბრალოდ კლიმატზე და ღმერთზე, ასე ვთქვათ და სხვა რა გზა აქვს? ანუ ერთი არის ცნობიერება უნდა ავამაღლოთ და კარგად უნდა გავიგოთ რა არის კლიმატური ცვლილება, უნდა გვესმოდეს ზოგადად, იმიტომ რომ ესეც მოდი შევთანხმდეთ, რომ ძალიან ახალია და მარტო ჩვენ ფერმერებს არ ესმით კი არა, მსოფლიოში ცოტა გაურკვევლად არიან, არიციან რა არის ეს გლობალური დათბობა და კლიმატური ცვლილებები. თუმცა ნუ ჩვენ თვითონ მე მგონი ხვდებით ხო ესეთი გვალვები, სეტყვა, ესეთი უხვინალექი, ძირთადად, რა ვიცი, მე მგონი მსოფლიოს 70%-ში მოსავალი გაფუჭდა, ამიტომ ეს არის ძალიან ეს ყურაცაღები, ნიშანდობლივი, მაგრამ ამაზე გვჭირდება საინფორმაციო კამპანიები, უნდა გვესმოდეს რა აკეთდება და რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს და აქ მთელი ციკლი არის, თქვათ, იქ როგორ ნიადაგი როგორ არ უნდა გამოფიტო, იქ როგორ უნდა შეინარჩუნო, თქვათ, ჰუმუსი, იქ რო არ უნდა გადაწვა მოსავლის შემდეგ, რა ქვია, შენი სახნავი სავარგულები და ასე შემდეგ. ეს ძალიან დიდი გამოწვევა არის მთელ მსოფლიოში. ამისი პრევენცია, ესე ვთქვათ, სოფლიო პრევენცია, ანუ უნდა ჩაება სოფლიო აი ამ გადაწყვეტილებაში და შენ ზუსტად იმ ვთქვათ გაიდლაინებს გაყვე რაც იქ არის, მაგრამ ერთ-ერთი გამოსავალი სადაზღვევო მექანიზმი არის. იმისთვის რომ სადაზღვევო მექანიზმა კარგად იმუშაოს, ძალიან ბევრი პირობა არის ამისთვისაც შესასრულებელი, ხო? იმიტომ რომ ახლა მაგალითად ვიცით რომ საგაზაფხულო ყინვა არ იზღვევა, რომელიღაცა რეგიონში სეტყვა იზღვევა, სადღაც არ იზღვევა. შემდეგ უკვე ანაზღაურება ისე არ ხდება და ფერმერიც დემოტივირებულია, რომ აღარ უნდა რომ ტყუილად თulis, რომ ტყუილად იხდით ფულს. სინამდვილეში აქ შეიძლება ვთქვათ, ყველაზე კარგი გამოსავალი ბიზნესის დაზღვევა მოხდეს. აი შენ როგორც კერძო დაზღვევები, ხო, როგორც ბიზნესი დაისხოს, არა როგორც ვთქვათ მოსავალი, არამედ როგორც ბიზნესი დაისხოს. ხო, ნუ არსებობს ახლა საუკეთესო პრაქტიკები, ხო, ჩვენ არ უნდა მოვიგონოთ ველოსიპედი, უბრალოდ არაფრის კოპირება არ უნდა გავაკეთოთ, პირიქით უნდა ვეცადოთ, რომ საუკეთესო პრაქტიკა მოვარგოთ ჩვენ რეალობას და კარგი პროდუქტი შევქმნათ. გამოსავალი არის პირველი ცნობიერების ამაღლება, უნდა გვესმოდეს, რასთან აგვაქვს საქმე და რა იქნება უახლესი, ვთქვათ, რა ვიცი, 20 წლის განმავლობაში და შემდეგ შევქმნათ ის მექანიზმები, რაც დაგვეხმარება რისკის მიტიგაციაში. აი კარგია რომ ეგ ახსენე 20 წლის განმავლობაში, აი რამდენად გრადი არის ქართული სოფლის მეურნეობა, გულისხმობ ბიზნესურ სოფლის მეურნეობას, რამდენად ფიქრობენ რომ აი 20 წლის მე სულ ბოლო პერიოდში უბრალოდ დავიწყე ფიქრი რომ აი მოდი სად ვიქნებით 5 წლის მერე, 10 წლის მერე, 20 წლის მერეზე არ მიფიქრია ნამდვილად, მაგრამ მგონია რომ რაღაც მნიშვნელოვანი ეს არის მიზანი არის რომ აი თქვათ 10 წლის მერე სად იქნები ეს რამდენად არის აი ქართულ სოფლის მეურნეობის ბიზნესში გამჯდარი რომ ფიქრობენ არა მარტო თქვათ ხვალ რა იქნებათ, არამედ 1 წლის მერე, არა 5 წლის მერე. აი ამას ფიქრობენ შენი აზრით? არა, მარტო სოფლის მეურნეობაში კი არა, ბიზნესებში არ ფიქრობენ, ისეთ მდგრად ბიზნესებში ვერ ფიქრობენ. ანუ ეგეც ხო ძალიან ახალი არის. მეც მაგალითად, რა ვიცი, ალბათ 10 წლის წინ მოვისმინე, რაღაც ვორქშოპზე ვიყავი და მკითხეს, აი 5 წლის შემდეგ სად ხედავ შენ თავს?
ვიფიქრე რა 5 წლის შემდეგ ხვალსად ხედავ ჩემ თავს ეგ არ ვიცი. ანუ სინამდვილეში ხო ესეც ცნობიერება არის და ესეც შენი ბიზნესის დაგეგმარება არის, იმიტომ რომ შენ თუ დიდ სურათს ვერ ხედავ და ვერ ხედავ 20 წლის პერსპექტივაში სად იქნები, შენ აპრიორში არასწორ ფუნდამენტს ყრი. ხო? ამიტომ სოფლის მეურნეობაში ჩვენთან ძალიან რთული არის. მით უმეტეს ამ გეოპოლიტიკურ турბულენციაში, მით უმეტეს ძალიან რთული არის დაგეგმო 5 წელი კი არა, რეალურად მართლა არიცი ერთი კვირის თავზე რა იქნება და რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ამიტომ სოფლის მეურნეობას ეს არა აქვს. ერთი რამ არის და სულ ამას ვამბობ, რომ სოფლის მეურნეობა ჩემთვის არის თინეიჯერივით. ანუ სოფლის მეურნეობას რო იწყებ აი ფეხმძიმე ქალს მაგონებს ხოლმე რომ გააჩენ შულს და 18 წელი რო ჭირდება რომ მე მიუშვას და თავისი თვითდინებით როგორც დასრულმა ადამიანი იწყებს ცხოვრებას ოჯახისგან დამოუკიდებლად ასე მიაღწიოს იმიტომ რომ ჩვენ ხო რაზე ვსაუბრობთ ჩვენ ვსაუბრობთ გრძელვადიან ინვესტიციაზე ჩვენ ვსაუბრობთ მრავალწლიან კულტურებზე რომელიც ახლა 8 და 9 წლის მერე გაძლევს მოსავალს და სრული მსხმოიარობა მაშინ აქვს. ხო, 5 წლის თავზე ზუსტად შეიძლება ის ამონაგები შენ ვერ ნახო. ამიტომ თან მით უმეტეს თუ სოფლის მეურნეობაში ერთი თვე ჩაგივარ და ჩათვალე მთელი წელი ჩავარდნილი. ამიტომ ჩემთვის ძალიან გრძელვადიანი ინვესტიცია არის, ნებისყოფა არის საჭირო და რა თქმა უნდა მდგრადი არის. იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ხას გავუსმე, ყვება ყველას სჭირდება და ბიზნესურად მდგრადია, მაგრამ აი ამ სიმდგრადეში ჩვენ როგორ შევუწყობთ ხელს, მაგაზეა ძალიან დიდი ბევრი რამ დამოკიდებული. აი შენი აზრით აი როგორ წარმოგიდგენია საქართველოს სოფლის მეურნეობა პირველად 20 წლის შემდეგ აი სად გინდა რომ იყოს და რაღაც აი სოფლიოში რაღაც ნიშა იკავოს თავისი? მე ზუსტად ვიცი რომ მინდა რომ რუსეთის ბაზარზე არანაირი ქართული პროდუქტი არ არსებობდეს, ეს ზუსტად ვიცი. ვფიქრობ რომ ნიშა შეგვიძლია დავიკავოთ, იმიტომ რომ საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ბევრი მიწა არ არის გამოყენებული სასოფლო სამეურნეო პროდუქტისთვის და შეგვიძლია თქვათ იგივე ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, რაც ორგანული არის და რასაც უფრო მაღალი მარჟა აქვს. ჩემ იდეალურ წარმოდგენაში ვხედავ ბევრ სასოფლო სამეურნეო კოოპერატივს, ოღონდ არა მასშტაბურს, არამედ მცირე და საშუალო ბიზნესებს. ვხედავ, რომ აწარმოებენ ნატურალურ ორგანულ პროდუქციას, რომელიც არის მაღალმარჟიანი და ვხედავ, რომ ვართ ევროპის ბაზარზე. ეს არის ჩემთვის 20 წლის მერე სოფლის კარგი აი ისეთი სოფლის მეურნეობა რომ იტყვი რომ ნუ არა ღირდა ეს ყველაფერი რაც დავიწყეთ 2012 წელს ღირდა იმათ რომ დღეს ეს ყველაფერი მენახა ევროპულ და ამერიკულ ბაზარზე. მე მგონია რომ აი ყველა ჩართულობის საქმე არის ძალკე სახელმწიფო პოლიტიკის, ძალკე ბიზნესის, ძალკე ადამიანების, სოდნის უნივერსიტეტების და ასე შემდეგ. აი ერთი კითხვა მაქვს, რომელიც სულ მაინტერესებს. მოგეთ მე მყავს მეგობარი, რომელსაც ყვარელში აქვს 4 ჰექტარი ვენახი. გვერდზე ზუსტად ბიძამის აქვს 18 ჰექტარი ვენახი. ანუ ერთი და იგივე ჯიშის ყურძენი აქვს, ერთი და იგივე ადამიანებს უხდიან ფულს მოსავლელად, ერთი და იგივე პრეპარატებით მოყვა. ანუ ყველაფერს აკეთებენ ერთნაირად. უბრალოდ ეს ჩემი მეგობარი თავის ღვინოს ასხავს, ბრენდავს და ყიდის. თითო ბოწყიდის დაახლოებით 22 წლა რა, თავს ეგრე. ეს ბიძამისი 18 ჰექტრის ყურძენს აბარებს. და რო ვეკითხებ, ან რატო აბარებ? ხო, აი მიბაძე, ან რაღაც ამას მიეცი, ან ჩართე. მოიცა რა, ეზარება და აი რაღაც ეგ მიდგომა აქვს. აი მაგ სულ მაინტერესებს და მესმის რა ყველა ვერ ჩამოასხავს თავის ღვინოს, ვერ დაბრენდავს და ვერ გაყიდის, მაგრამ აი რამდენად სწორი არის, რომ აი ღვინოს ყურძენს აბარებ. ან ყურძენი მოყავს იმისთვის, რომ ჩააბარო. აი ხო, ნუ მე ვთვლი რომ ეს არ არის კარგი, იმიტომ რომ მე არ მივეკუთვნები იმ კატეგორიას, ვინც თulis რომ სახელმწიფო სუბსიდირება არის კარგი მექანიზმი. პირიქით ეს ეკონომიკას ანგრევს. ამიტომ ამან დათური სამსახური გაუწია იმ ადამიანებს, ვინც აი როგორც თქვენ ახსენეთ, მოყავს მოსავალი ყურძენი, იმიტომ რომ ჩააბაროს და მაშინათვე მოიშოროს. მაშინ, როდესაც შეიძლება რომ თუნდაც მისივე ძმისშულს, ან მასთან ერთად გააკეთოს და უფრო მასშტაბური და არ გაფუჭდეს და პირიქით რაც უფრო ღვინო დაძველდება, მით უფრო ძვირად გაყიდოს. ესეც მგონია რომ არის პირველი ცნობიერების ამბავი, მეორე
ქვეყანაში სიდუხჭერის ამბავი, იმიტომ რომ იმ ადამიანს იმ წუთას სჭირდება ფული, რომ შემდეგ მთელი წლის განმავლობაში მისი ოჯახი არჩინოს და მესამე ის, რომ არ აქვს შეგრძნება სტაბილურობის. როდესაც შენ შეგრძნება გაქვს და იცი, რომ სტაბილური ბაზარი არის, თქვათ, არანაირი გამოწვევები არ აქვს, რა თქმა უნდა, რომ გირჩევნია, რომ პირობითად ყურძენს, რომელსაც აბარებ დაუშვათ 2 ლარად და შემდეგ, რა ვიცი, დაამატე იმას ჭურჭელი, რა ვიცი, მთელი ეს პროცესი და დაგიждდეს პირობითად 7 ლარი და მე ყიდი 35-ად. ანუ რა ლოგიკას უნდა ექვემდებარებოდეს და ეს არ გინდოდეს. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ აი ეს არის ის ჯაჭვი, რომელიც გასაწყვეტია და ახალგაზრდებს კიდე სხვა ხედვა აქვთ. ის თქვა წინათაობის ადამიანები უფრო აი რაღაცა თითქოს დაპროგრამირებული ცუდად გამომდის, მაგრამ აი რასაც შეჩვეული არიან, იმის იქით გადახვევა არ უნდა და ახალგაზრდა მგონია რომ უფრო რაღაცა მაძებარი არის გამოწვევის და თავის თავს რაღაცნაირად იმაშובה რა ქვია, ასტიმულირებს, რომ აბა თუ შევძლებ და აი თუ არ შევძლებ, ამასაც ესე არ უყურებს და აი თქვათ ეხლა რო აიღო ხო ორი ადამიანი, თქვათ ასაკში შესული და ახალგაზრდა უპრობლემოდ აიღებს სესხს, გარისკავს და იმ ადამიანს დასრულს, რომელსაც ბევრი წლები აქვს რაღაცა სხვა გამოცდილება, სულ რისკს უყურებს, სულ რაღაც ის ეშინია და სულ ფეხს ითრევს. ამიტომ აი მგონია რომ ეგ თაობათა სხვაობა არის ის თქვენ მაგალითი რაც მოყევით. კაი, და ერთი კითხვაც, აი რამდენად აი ამ ფერმერებს ამ მაგალითზე მაინტერესებს, რომ აი რამდენად აკეთებენ თანხის რეინვესტირებას. არ გულისხმობ რეინვესტირებას მარტო იმაში, რომ შემდეგი მოსავალი დარგო. გულისხმობ, რომ აი თქვათ გაფართოვდე და უფრო მეტი დარგო და არა იგივე რაოდენობის, იმიტომ რომ მე რასაც უყურებ, ძალიან ბევრი ადამიანი თუნდაც ამ ღვინის აღების, ჩაბარების მაგალითზე ის ფული მანქანაში რატო მიდის მაგას მეკითხები? მანქანაში რაშიც უნდა იმაში დახარჯო, უბრალოდ რატო არ მიდის უფრო გაფართო აი რეინვესტირების კლასიკური გაგებით რა არ გულისხმობ იმას რომ რაც საჭირო არის რომ იგივე რაოდენობა მოიყვანო და მგონია რომ აი რეინვესტირებაზეც თავს ვიკავებ ძალიან ალბათ მაგი ეგეც ინდივიდუალურია, იმიტომ რომ ბევრი აფართოებს და უფრო დიდ მასშტაბს უყურებს, თუმცა მე გამოწვევა აქვს, რომ თქვათ ვერ პოულობს მუშახელს, რომელიც დაეხმარება და ასე შემდეგ, მაგრამ ბევრისთვის არის ის, რომ რაც აქვს ის არის მისთვის საკმარისი და თulis რომ ამაზე მეტი არც სჭირდება და ის არის ის კომფორტის ზონა. მე მგონია რომ ჩვენ ქართველებს კიდე ერთი რაღაცნაირი სენი გვაქვს, რომ კომფორტის ზონიდან გამოსვლა არ გვინდა. იმიტომ რომ თუ გამოვა, იმან უფრო მეტი რაღაც უნდა მოიფიქროს, უფრო მეტი შრომა ჩადოს. იმიტომ კი არა რომ თქვათ რაღაცა ეზარება, არა, იმიტომ რომ ის თითქოს მიიღო მოცემულობა და სინამდვილეში ეს მოცემულობა შენი აღქმა არის, ხო, შენ დაუწესე შენ თავს თუ გაქვს იმის საშუალება რომ გაფართოვდე, რატო არ უნდა გაფართოვდე? მაგრამ მგონია რომ აი რაღაცნაირად მაინც ეს გვაქვს. კარგი, მე მგონი ძალიან მე მგონი ამოვწურეთ ყველაფერი, ხო? კი და ძალიან გამიხარდა, მადლობა რომ ჩვენ სტუმარი იყავი. აი რას ფიქრობ, ბოლო კითხვა არის, რას ეტყოდი იმ ადამიანებს, ვინც ეხა იწყებს, ანუ არც იწყებს, უნდა რომ დაიწყოს სოფლის მეურნეობაში შემოსვლა, სოფლის მეურნეობის ბიზნესი. პირველ რიგში ეხლა რა თქმა უნდა ურჩევ ალბათ, მაგრამ ურჩევ თუ არა, ეგ მაინტერესებს, არსებული რეალობიდან გამომდინარე და მეორე რჩევა, აი რას შენი ამ ხნის გამოცდილებით რას ურჩევდი, აი რას ეტყოდი, რომ აი ეს ქენი პირველ რიგში. ბოლო კითხვიდან დავიწყე, პირველი ურჩევდი, რომ მიიღოს ბევრი ცოდნა. სანამ საქმეს დაიწყებ, უნდა მიიღო ცოდნა და იცოდე რას აკეთებ. მეორე, რა თქმა უნდა, ურჩევ სოფლის მეურნეობას, მასე რო არ ვიყო, ეხა დღეს ესეთი ოპტიმიზმით არ ვიქნებოდი. თვლი რომ სოფლის მეურნეობა არის ის, რაც სულ დაჭირდება. შეიძლება ყველაფერი ჩანაცვლდეს, მაგრამ მაინც მჯერა იმისი, რომ ხარისხიანი პროდუქტი და ჯანსაღი ახალი პროდუქტი მოთხოვნადი სულ იქნება, ამიტომ ეს არის ის ბიზნესი, რომელსაც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს და თუ დაინტერესდება, აუცილებლად უნდა გააკეთოს. ის შეცდომები, რაც ჩვენ დაუშვით, პირობას ვაძლევ, რომ არ დავაშვებინებთ, მაგ შეცდომას ყველაფერში გვერდში დაუდგებით. აქ არის მთავარი მათი ნებისყოფა და სურვილი, რომ რეალურად სოფლის მეურნეობაში დასაქმნათ. რაც მეტი ფერმერი ეყოლება ქვეყანას და ხარისხიან პროდუქციას, მაღალ მარჟიანს აწარმოებს,
დარწმუნებული ვარ, რომ თვითონაც ეკონომიკურად კარგად იქნება, ეკონომიკურ დოვლაცაც შექმნის და ქვეყანასაც კიდევ ერთხელ დასვავს საერთაშორისო რუკაზე, რომ ხარისხიანი გემრიელი პროდუქტი წარმოებს საქართველოში. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს და ძალიან დიდი იმედი იმ ადამიანებს, ვინც ამ სფეროში ხართ ჩართულები და ვინც მართლა ძალიან ბევრს აკეთებთ, რომ ეს სფერო განვითარდეს და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა პროკრედიტ ბანკს. აგრობიზნესის მხარდაჭერს საქართველოში და აგროტექნოს აგრომექანიზაციის ბაზრის ლიდერს. თქვენ კი გთხოვთ, რომ გამოგვიწეროთ YouTube-ზე და Spotify-ზე.